საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ნარკოტრაფიკის ფაქტთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის ღირებულებამაც ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარი შეადგინა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს მოქალაქე. გამოძიებით დაადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტაციის თანახმად დატვირთული იყო ცეცხლგამძლე აგურით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვებ პუნქტ გუგუთის გავლით შემოვიდა და ბათუმის გავლით ევროპაში უნდა გასულიყო. სამართალდამცველებმა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მისამმელის დეტალური შემოწმებისას აგურის იმიტაციის მქონე პლასმასის 600 კონტეინერი აღმოაჩინეს. კონტეინერებში კი ფარულად მოთავსებული იყო 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. საერთაშორისო ნარკოტრაფიკის ეს უპრეცედენტო ფაქტი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს. სამართალდამცველების მიერ აქტიურად გრძელდება შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები აღნიშნულ ნარკოტრაფიკში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლისამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.